რეკლამის შემდეგ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში. თქვენ უყურებთ ქრონიკას 8 საათზე. გარემოს დაცვის სამინისტრო პრევენციის მიზნით დათვების ლიკვიდაციის ნებართვას იძლევა. გადაწყვეტილება უკავშირდება ბოლო დროს მოსახლეობასა და შინაურ ცხოველებზე გახშირებულ თავდასხმებს. უწყობის ცნობით ფაქტები გამოვლინდა როგორც ყვარლის მუნიციპალიტეტში, ისე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ცალკეულ სოფლებსა და თემებში. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის წარმომადგენლები სამინისტროს ახალ რეგულაციებში წითელწიგში შეტანილი ცხოველის გადაშენების საფრთხეს ვერ ხედავენ. ამ პატარა სოფლის მოსახლეობის იმყუდროვე შესაძლოა ერთ წუთში დაირღვეს. დათვების შემოსევის ფაქტებმა გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით ბოლო პერიოდში იმატა. იმისთვის, რომ ადამიანების ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს და მათი შინაური პირუტყვი არ გაანადგუროს, სამინისტრომ ახალი რეგულაცია ამოქმედა. კახეთში ფაქტს უკვე გამოეხმაურნენ. ლეკების სოფელი შეუვიდა და შეუჭამა, ცხარი შეუჭამა, ხმოთ შეუჭამა. არის. აი მეზობელ სოფელი. თუ კი აზიანებენ, თუ კი ზიანს აკენებენ უნდა დაიხოცო, რა თქმა უნდა. ახალი წესის მიხედვით მოსახლეს, რომელსაც დათვი თავს დაესხმება, მისი მოკვლის უფლება ენიჭება. მართალია ადამიანები ფიზიკურად ჯერ არ დაუზარალებიათ, მაგრამ მატერიალური ზიანი ოჯახებს დათვებმა უკვე მიაყენეს. ასეთი რეგიონები ძირითადად მაღალმთიანი აჭარა და კახეთია. ბევრჯერ სმენია მე ისეთ ადგილებში, რომ გაუნადგურებია ყვარი, ძროხა, რა თქმა უნდა მიიღონ ეს კანონი. ცხოველთა უფლებების დამცველები სამინისტროს ინიციატივას იწონებენ, თუმცა იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რაც შესაძლოა ახალ რეგულაციას მოყვეს. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდში ვარაუდობენ, რომ ადამიანებმა დათვების მოკვლა შესაძლოა ნადირობის მიზნით გადაწყვიტონ. თუ სურვილი აქვს უბრალოდ დაცვაზე წასვლა ნადირობა, ეს რა თქმა უნდა მიუღებელია და კანონითაც იგრძელება, მაგრამ თუ ახლა პირად საკუთრებას დაემუქრა და ჯანმრთელობას მithumetes, რა თქმა უნდა ეს კანონი არეგულირებს და ამ შემთხვევაში ნებართვის შემდეგ ალბათ მოხდება ესეთი ლიკვიდაცია. ამ დროისთვის დათვის მოკვლა ნადირობის დროს კანონით აკრძალულია, თუმცა სამინისტროს ახალი ინიციატივის მიხედვით საქართველოს თითოეული მუნიციპალიტეტიდან მოსახლეობას მხოლოდ ერთი დათვის ლიკვიდაცია შეეძლება. თემაზე უფრო მეტ დეტალებს ქრონიკის სტუმარი გვეტყვის, ჩვენს კითხვებს უპასუხებს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია. საღამოშიდობისა ბატონო თემურ, გადაშენებულ ცხოველთა რიცხვს მიეკუთვნებას, დადვზე იყო ეხლა ჩვენი რეპორტაჟი და პრემიერ-მინისტრის განკარგულებით ყვარლის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში დათვების ლიკვიდაციის უფლება აქვს დეტალურად, რომ განგვიმარტოთ, რა შემთხვევაში უნდა მიმართოს მოსახლეობამ უკიდურეს ზომას, გამოიყენოს იარაღი. საღამოშიდობისა მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ მომეცათ საშუალება ამ თემასთან დაკავშირებით საზოგადოებას მიმართო. პირველ რიგში ხაზი მინდა გაუსვა იმ ფაქტს, რომ ეს არ არის ახალი რეგულაცია და ძალიან დიდი ხანია უკვე საზოგადოების ნებისმიერ წევს, რომელიც შეიძლება გახდეს ობიექტი მტაცებლის თავდასხმის, უფლება აქვს მოგერიების მიზნით მოახდინოს ასეთი მტაცებლის ლიკვიდაცია. ეს არ არის ახალი რეგულაცია, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ. აქ უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ თუ უშუალოდ ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება საფრთხე და საუბარია პირადი ქონების განადგურებაზე, პირუტყვის განადგურებაზე, ვცდილობთ არ ვიჩქაროთ და უშუალოდ განსაზღვროთ საფრთხე იმისა, რამდენად მაღალია მტაცებლის თავდასხმის, ადამიანებზე თავდასხმის რისკი. მე ხაზგასმით მინდა გითხრათ თქვენს და საზოგადოებასაც, რომ როდესაც დადგება კონფლიქტი ადამიანის სიცოცხლისა და მტაცებლის სიცოცხლის ინტერესებს შორის, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ადამიანის სიცოცხლის მხარეს და ეს არის ერთადერთი ეთიკური გადაწყვეტა. თუმცა, როდესაც პირუტყვზეა საუბარი ამ პირად ქონებაზე და მით უმეტეს წითელ წიგნში შეტანილ მტაცებლებზე და ცხოველებზეა საუბარი, ჩვენ ვცდილობთ, რომ ადამიანებმა არ იჩქარონ, ანუ ამ შემთხვევაში საუბარია ტყეში წასვლაზე და თავდასხმელი ნადირის მოძებნაზე, არამედ უკვე პროფესიონალურად ექსპერტიზის გზით ჩვენ გავარკვიოთ, რამდენად საშიშია ეს ცხოველი ადამიანებისთვის და ყველა შემთხვევაში, მე ხაზს უსვამ, ყველა შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ მიგვემართა მთავრობისთვის გარემოდან, მტაცებლის გარემოდან ამოღებასთან დაკავშირებით, საუბარი ექსპერტიზის მიერ დადასტურებული საუბარი იყო იმაზე, რომ ეს მტაცებელი კონკრეტული ინდივიდი საშიშია ადამიანისთვის. თუმცა, აქაც მინდა ხაზი გაუსვა და ამასაც ძალიან გთხოვთ ვეტყვით საზოგადოებას, ჯერ არც ერთი ინდივიდის ამოღება არ მოხდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ არ ვჩქარობთ რა თქმა უნდა, არა ადამიანების უსაფრთხოების ხარჯზე, ყველგან არის დაცვის ზოლი შექმნილი, უსაფრთხოების ზოლი, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ მოვძებნოთ ალტერნატიული გზა იმისა, რომ და რა ალტერნატიული გზა იქნება მოძებნილი? სამწუხაროდ არჩევანი ბევრი არ აღმოჩნდათ, მე 2 დღის წინ შევხვდი საქართველოში ყველა წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს
იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ ქმედებს აკრიტიკებდნენ, ქონდათ ინიციატივები რელოკაცია, ანუ სხვა ადგილზე გადაყვანა ან სამუდამო დატყვევება, აღინიშნა, რომ არც ერთი ეს მეთოდი საქართველოში ქმედითი არ იქნება, ვერ იქნება. უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ მოსახლეობამ უფრო აქტიურად დაიცვას თავი, თუნდაც შესაბამისი გაბარიტის ძაღლების ყოლით და შეიძლება ჩვენ რამდენიმე მუნიციპალიტეტს ესეც შევთავაზოთ, თუმცა ისევ და ისევ თუ რეალური კონფლიქტი დადგება ადამიანის სიცოცხლესა და მტაცებლის სიცოცხლეს შორის, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ადამიანის სიცოცხლის მხარეს. კი ბატონო თემურ, როგორ გააკონტროლებს სახელმწიფო პროცესს და რა გარანტია რომ არ მოხდება დათვების ლიკვიდაცია, თუნდაც ხორცის რეალიზაციის მიზნით? მე ძალიან მწუხვარ, რომ ასეთ კონტექსტში საერთოდ განიხილება თემა და პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ მხოლოდ იმ ძალებს, რომლებსაც სურდათ და სურთ, რომ ყველა თემიდან სკანდალი შექმნან, ჰქონდათ მცდელობა ეთქვათ და ეჩვენებინათ საზოგადოებისთვის თითქოს მთავრობა და გარემოს სტატუსსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ცდილობს ნადირობის დაშვებას. ასეთი ამ ვერ მოხდება, ჯერ ერთი იმიტომ ვერ მოხდება, რომ ლიკვიდირებული დათვის სხეული ნეშტი უნდა დაიმარხოს და დაიწვას და შემდეგ დაიმარხოს, ამიტომ ამ კუთხით ვერანაირად ვერ იქნება, ეს არის კანონის მოთხოვნა, რომელიც ყველა შემთხვევაში დაცულია და რასთავარია კონტროლის ის დონე, რომელიც შემოვიდა პრაქტიკულად მთავრობამ, აიყვანა კონტროლზე, როდესაც დღეს მავანის ცდილობს პრემიერ-მინისტრს დააბრალოს ლიკვიდაციის ბრძანებას, არის არასწორი. პრემიერ-მინისტრის და მთავრობის განკარგულებით ხდება დელეგირება უფლებამოსილების თვითმმართველობაზე. თვითმმართველობა ვალდებულია წარმოადგინოს ძალიან არგუმენტირებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რამდენად აუცილებელია ლიკვიდაცია, შემდეგ ამას იხილავს უკვე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების, ანუ პრაქტიკულად კომპლექსი ზომების, მით უმეტეს წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებთან დაკავშირებით იმდენად მასშტაბურია, რომ აქ რაიმე ინდივიდუალური ინიციატივა და ნადირობა დაცვე არის გამორიცხული და ისევ მხოლოდ უაღრესად აგრესიული ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში ინდივიდების ამოღება იქნება დაშვებული. დიდი მადლობა დაგემშვიდობებით გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე თემურ მურღული იყო ჩვენი სტუმარი.